სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით ყველას, მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენს სახლს. დღეს ვისაუბრებთ ლონგინოს ასისთავზე, ჩვეულებრივ რომაელ მეომარზე, რომელიც იდგა ქრისტეს ჯვრის წინ. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, და მან დაინახა მაცხოვრის ბოლო წამები, აღიარა ჭეშმარიტი ღვთისძედ და დაიჯერა იწმუნა ქრისტე და თავისი ცხოვრება, ესე იგი შესწირა რწმენისთვის და ძალიან საინტერესო მოკლედ ისტორიას მოგიყვებით. ეს არის ნამდვილად ისტორია ერთგულებისა, სიზნელეების, დაძლევის და უდიდესი სიწმინდის და თავგანწირვის შესახებ. ეს არის ლონგინოს ასისთავის ამბავი. მეგობრებო, წმინდა მოწამე ლონგინოს ასისთავი, რომელი იყო წინაშე ჯვრისა უფლისა, იუდეაში მსახურობდა და პროკურატორ პონტუელი პილატეს ხელქვეითი იყო. მაცხოვრის ჯვარცმის დროს რაზმი, რომელსაც რომაელი მეომარი ლონგინოზი მეთაურობდა, გოლგოთის ირგვლივ თვით ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა საგუშაგოზე. მან თავის მეომრებთან ერთად იხილა უფლის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი წამები და მიცვალების შემდეგ აღსრულებული სასწაულები. ამ მოვლენებმა შეძრა მეომრის სული. მან ირწმუნა ქრისტე და სახალხოდ აღიარა, რომ ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი იყო ესე. ეს არის მათეს ახარება 27 თავი 54 მუხლი. მეგობრებო, საეკლესიო ესე იგი გადმოცემის მიხედვით ლონგინოზი ის მხედარი იყო, რომელმაც გვერდში ლახვარი უგმირა მაცხოვარს. დაჭრილობიდან გარდამოსული სისხლითა და წყლით სნეული თვალის კურნება მიემადლა. აქვე მინდა გითხრათ, მეგობრებო, რომ ეს მაცხოვრის ესე იგი ჭრილობიდან გარდამოსული სისხლი და წყალი, ეს არის ესე თქვა წინა სახეობა, ესე აქ იბადება უკვე ეკლესია, ასე თქვა, რადგან სისხლი ეს არის ჩვენ ზიარებით, ხო, წმინდა სისხლს და ხორცს და წყალი ეს არის, ესე იგი წინასახეობა მოასწავებს ნათლობას. ესე იგი სისხლი ეს არის ზიარება მოასწავებს და წყალი, რომელიც გარდამოვიდა ქრისტეს ჭრილობიდან, ეს მოასწავებს ნათლობას. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ გარკვეულწილად, რომ აქ ესე იგი ეს წინასახეობა გნებავთ ხატია, წინასხატია, ესე იგი ეკლესიის, ხო? რომელმაც დაადგინა მაცხოვარმა სერობის საიდუმლოს საღამოს. კარგით, გავაგრძელოთ შემდეგ. მაცხოვრის დაკრძალვის შემდეგ ლონგინოზი თავისი რაზმით უფლის საფლავს იცავდა, მეგობრებო. აქ ისინი ღვთის ნებით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მოწმეები შეიქმნენ. იუდეველებმა, ესე იგი მცველები მოისყიდეს და აიძულეს, ეთქვათ, რომ ქრისტეს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარესო, მაგრამ ლონგინოზი და მისი ორი თანამებრძოლი უღმრთოების ოქროს არ დახარბნენ. მეომრები მოციქულთა ხელით მოინათლნენ და სამხედრო სამსახური დატოვეს. ლონგინოზმა თავის სამშობლოს კაბადოკიას მიაშურა სახარების ქადაგებით. წარმოიდგინეთ, იყო რომაელი, ესე იგი ასისთავი იყო და ესე იგი რომის ჯარისკაცი იყო და ესე იგი წავიდა სახარების საქადაგებლად და ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში ქრისტიანობა საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა.
ეს რომ შეიტყვეს იუდეველმა უხუცესებმა პილატე დაარწმუნეს ლონგინოზისა და მისი თანამოსაგრეების დასახოცად მეომართა რაზმი გაეგზავნა. ყოფილი ასისთავი თავად მიეგება მხედრებს და შინ მიიწვია. ტრაპეზის დროს სტუმრებმა, რომელთაც არ იცოდნენ ვის სახლში იმყოფებოდნენ, ჩამოსვლის მიზანი გააცხადეს. ლონგინოზმა და მისმა თანამებრძოლეებმაც არ დამალეს თავიანთი ვინაობა და გაოცებულ მეომრეს სთხოვეს შეესრულებინათ დავალება. მხედრებს სურდათ გაეთავისუფლებინათ წმინდანები და ესე იგი გაქცევა შესთავაზეს. მაგრამ ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებულმა უფლის რჩეულებმა ვარი განაცხადეს, მაშინ წმინდა მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. მარტვილთა ცხედრები დაკრძალეს იქ, სადაც თავად ითხოვეს, მოჭრილი თავები კი პილატეს გაუგზავნეს. უჯულოდ თვითმყრობლის ბრძანებით ისინი ქალაქის გალავას გარეთ ნაგავს საყარში მოისროლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ იერუსალიმში ერთი ბრმა ქალი ჩავიდა სიწმინდეთა თაყვანისცემად. ბრმა იყო ეს ქალი და ესე იგი მას ძილში ლონგინოზ ასისთავი გამოეცხადა და უბრძანა, მისი თავი მოეძებნა და დაეგრძალა. უსინათლო ნაგავსაყრელთან მიიყვანეს, როცა იგი სიწმინდეს შეეხო. თვალები აეხილა, მეგობრებო, თვალები აეხილა. ღვთისადმი მადლიერების გრძნობით აღსილმა კეთილმსახურმა დედაკაცმა პატიოსანი თავი გრძალვით წაასვენა კაბადოკიაში და მიწას მიაბარა. აი მეგობრებო, ეს მოკლედ მინდოდა რომ ესე იგი მისი ისტორია და მინდა რომ ჩვენც მივბაძოთ, რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ უნდა მივბაძოთ ქრისტეს. მაგრამ ასევე წარმოიდგინეთ, ესე იგი თავს წირავდნენ რწმენისთვის, ხო? და ჩვენ ესე იგი აი დღეს 21 საუკუნეში არ შეგვიძლია რომ ესე იგი რაღაცა რო დავთმოთ და ვებრძოლოთ, როგორც აი ჩვენ ცოდვილები ვართ, კი ბატონო, ყველა ცოდვილები ვართ, ჩვენ ადამიანების სუსტები ვართ და არ შეგვიძლია რომ ამ შევცოდოთ, მაგრამ ხშირად ეს არის იმის მიზეზი, რომ ადამიანი ლაპარაკობს, აი მე ხო სუსტი ვარ და ესე იგი ეშმაკი აქედან მებრძოლება, მამა, ღმერთი ხო ის მოსიყვარულე მამა არის, რა თქმა უნდა ის მას შემიწყალებს და მაპატიებს, მაგრამ არა, ეშმაკი ისე არ ესე ვთქვათ არ გებრძვის შენ რომ შენ რაღაცა ვერ შეძლო. რა თქმა უნდა ეშმაკს არასოდეს არ ძინავს და ეს მართლაც სწორი გამოთქვა არის. ის ყოველ წამს ეძებს როგორ დაგღუპო შენ. მაგრამ ჩვენ აი როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ხო, ღმერთს ისე არ ვიტყვი ამ სიტყვას, ღმერთს ისე არ ეზიზღება, ესე ვთქვათ, ხო? თუ შეიძლება ესე ვთქვათ, გასაგები რო იყოს, მე მარტივ ენაზე ვსაუბრობ, რომ თქვენთვის გასაგები იყოს, თქვენს რო გაიგოთ, შეიძლება პატარების მისმენენ და ამიტომ ასე ვიტყვი, ღმერთს ისე არ ეზიზღება ჩვენი ცოდვები, წარმოიდგინეთ, რამდენადაც ის რომ ჩვენ არც კი ვცდილობთ რომ გამოვსწორდეთ. ამაშია საქმე. რომ ღმერთი თუ დაინახავს ამას, ხო, ის შეგვეწევა ჩვენ, დაგვეხმარება. ის არ ჩაერევა ჩვენს ნების არჩევანში, ხო? ჩვენ თავისუფლები ვართ. მან შექმნა ადამი და ევა, ადამი, კაცი, ადამიანი შექმნა და მიანიჭა მას თავისუფალი არჩევანის, ესე იგი, ჩვენ ვირჩევთ ან სიბნელეს, ან სინათლეს. ღმერთმა მოგცეთ თქვენს, მეც, ყველას ადამიანებს სიყვარულის და სიმდაბლის უფრო მეტი ძალა, ვაკეთოთ სიკეთე, უანგარო სიკეთე ვაკეთოთ, რაც გვაქვს, ის გავიღოთ მოწყალება. გვაქვს 20 ლარი, მივცეთ 2 ლარი გაჭირვებულს, შევწიროთ 1 ლარი ეკლესიაში. გვაქვს 10 ლარი, უფრო ნაკლები შევწიროთ, ეს უფრო შეეწირება. ეს ამას უფრო შეეწირავს უფალი, რადგან
პირველ რიგში ის უყურებს ჩვენ გულებს უყურებს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ.